ვინ უშლის ხელს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს. ბიზნესმა ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი ოპოზიციამ ერთმანეთის მიყოლებით იდენტური კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნა. ნინი გოგიშვილი გაგვაცნობს დეტალებს. უკვე მეორე დღეა ოპოზიცია ცდილობს საქართველოს ომის თანამონაწილედ გამოაცხადოს და უკვე მეორე დღეა უარგუმენტოდ უაპელაციოდ ირწმუნებიან, რომ ბიზნესის ინიციატივით აფხაზეთში შესული საწვავი რეალურად მოხმარდება რუს სამხედროებს. მთელი დღის განმავლობაში მმართველ გუნდში კონკრეტულ არგუმენტებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს არის ბრალდებები. პირველად ისინი ამბობენ, რომ რეალურად ეს საწვავი მოხმარდება იმ სამედიცინო დაწესებულებას, რაცაც კურნალობენ ადამიანები და აქ იმყოფებიან ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის მქონე პაციენტები და აუცილებელია, რომ ამ სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდეს ელექტროენერგია. აქვე ყურადღებას ამახვილებენ ოკუპაციის შესახებ კანონზე, სადაც არსებობს ერთგვარი გამონაკლისი ჰუმანური აქტი. ასევე ყურადღებას ამახვილებენ საწვავის რაოდენობაზე. არსებული ინფორმაციით აფხაზეთში შევიდა 3000 ტონა საწვავი, მაშინ როდესაც რუსეთი ყოველწლიურად მოიხმარს 2 მილიონ ტონას. ასევე ყურადღებას ამახვილებენ საწვავის სახეობაზე. შესაბამისად, მათი განმარტებით ახლა ოპოზიცია კოორდინირებულად უტევს მათ შორის იმ კამპანიასა და მცდელობას, რომ აღდგეს ქართულ-აფხაზეთ ურთიერთობებში ნდობა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში დღეს მთელი დღის განმავლობაში ამ არგუმენტებზე საუბრობენ, დღესაც მაინც ნაციონალურ მოძრაობაში ისევ უარგუმენტოდ ამტკიცებენ, რომ ეს საწვავი რეალურად რუს სამხედროებს მოხმარდება. ამიტომაც მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ეს არის კოორდინირებული შეტევა და იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მაგალითად გია ბარამიძემ წამოიწყო და როდესაც მან ქვეყნის წინააღმდეგ მტრული განცხადება გააკეთა. ამ ნაბიჯით ჩვენი თანამოქალაქეების დახმარება კი არა უზრუნველყო საოკუპაციო რეჟიმის დახმარება. პრინციპულად წინააღმდეგება იმ პოლიტიკას და იმ საკმაოდ კარგად გააზრებულ ჩამოყალიბებულ პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში აშკარა გახდა, რომ როგორმე იქნებ დაპირისპირების ახალი პლატფორმა შეუქმნათ საქართველოს და შემდეგ აი ამ დამატებით მოთხოვნებზე, რომელიც უკავშირდება საქართველოსადმი სანქციების დაწესებას, მეორე მხრივაც ჰქონდეს პრობლემა, რომელიც უკავშირდება ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას. ეს არის სცენარი და ამ სცენარს უპირისპირდება ის, რაც ახლა ხდება, როდესაც აფხაზური საზოგადოებისათვის დასახმარებლად, რასაკვირველია, კეთილინებით ბიზნესმა გადაწყვიტა, რომ შეიტანოს საწვავის გარკვეული რაოდენობა, რომელიც არის მიზერი იმასთან შედარებით, რასაც მოიხმარენ რუსეთში. და ზოგადად ისიც ყველა მიცის, რომ დიზელს მოიხმარს სამხედრო ძალა და არა, თქვათ, ბენზინს. აღნიშნული საწვავი, რაც ჩემი ინფორმაციით განკუთვნილი იყო სამედიცინო დაწესებულებებისთვის, მძიმე პაციენტებისთვის, კრიტიკულად მძიმე პაციენტებისთვის ელექტროენერგიის გენერირების უზრუნველყოფა რო გაკეთებულიყო, ამათმა შეერაცხეს ეს თითქოს და რუსული სამხედრო ძალას უნდა მოხმარებოდა ეს ყველაფერი. ეს არის მიზანმიმართული მტრობა საკუთარი ქვეყნის. თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს აფხაზებთან და უსებთან სიტუაციის დასტაბილურებას, ნორმალიზებას, პირველ რიგში ეს არის სააკაშვილის ის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცალკეულ პარტიებად არიან ჩამოყალიბებული. ოპოზიციის კოორდინირებულ კამპანიას პასუხი გუშინ ჯერ კიდევ ირაკლი კობახიძემ გასცა და განმარტა, რომ ეს არის ბიზნესის ჰუმანური აქტი ოკუპაციის კანონის კვალდაკვალ და თქვა ისიც, რომ თუ სამომავლოდ მათ ექნებათ საშუალება, რომ იქ მცხოვრებ საზოგადოებას, ქართველებსა და აფხაზებს მდგომარეობა შეუმსუბუქონ, ამას მომავალშიც გააკეთებენ.